ფინანსთა მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათა შორისი საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2027-28 წლების სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარება ქვეყნის საჯარო სექტორში მიმდინარე მმართველობისა და ფინანსების მართვის რეფორმების ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია. Სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებების ეფექტიანობის და ეფექტურობის საზომებზე გადაყვანას, რაც უნდა მოხერხდეს რისკის მართვის სისტემების გაძლიერებით, მათ შორის აქცენტირებულად კორუფციული რისკების მართვით. ასევე ეს რეფორმა გულისხმობს შიდა აუდიტის სამსახურების გაძლიერებას, რომლებმაც უნდა შეაფასონ შიდა კონტროლის სისტემები და გასცენ რეკომენდაციები. ვიმსჯელეთ ყველა მიმართულებით, რომ როგორ უნდა მოხდეს ნაბიჯ კვალიფიკაციის ამაღლებიდან დაწყებული მენეჯერული ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესებით დასრულებული მთელი ამ სისტემების გამართვა და სრულყოფა.